ვაგრძელებ ისტორიკოსი და პროფესორი სიმონ პასხარაშვილი იყო დღის ამბების სტუმარი. საქართველოს ვარდების რევოლუციიდან დღემდე რა გაკეთდა 8 წლის განმავლობაში 2003 წლიდან დღემდე გატარებული რეფორმები ქართულ ჯარსა და პოლიციაში სახანძრო და სამაშველო ბრიგადები უფასო სასწრაფო დახმარება და მომატებული პენსიები განახლებული ინფრასტრუქტურა და სამშენებლო პროექტები რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. აკა ჩიხლაძე განაგზობს თემას პირდაპირ ეთერში. ვარდების რევოლუციის შედეგად მოსულ ხელისუფლებას ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფი მაშინვე უწოდეს. ამ ახალგაზრდა რეფორმატორებმა რეფორმების განხორციელება თითქმის ყველა სფეროში მაშინვე დაიწყეს და დაიმსახურეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი დამოკიდებულებაც რიგი მოქალაქეების მიერ. რა გაკეთდა 2003 წლის შემდეგ საქართველოში და რით განსხვავდება რევოლუციამდელი და პოსტრევოლუციური საქართველო ერთმანეთისგან? ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. მე ხო თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში პატარა სკვერში ვიმყოფები. მიუხედავად იმისა, რომ აქაურობა კარგად არის განათებული, ახლა დედაქალაქის დროით ზუსტად ღამის 3 საათი და 25 წუთია. მიუხედავად გვიანი დროისა, ჩემი და ჩემი ოპერატორის ყოფნა ამ სკვერში ახლა სახიფათო არ არის. თუმცა ეს მარტო აქ არ ხდება. თბილისის ყველა ქუჩაში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი. წესრიგს უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს 2004 წლიდან რეფორმირებული ქართული პოლიცია იცავს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი არაკორუმპირებული კონკურსის წესით შერჩეული თანამედროვე ქართველი პოლიციელი ვარდების რევოლუციის მთავარ მიღწევად ქართულმა და საერთაშორისო კვლევებმა უკვე არაერთხელ აღიარეს. ხიპიან და მეთქამა გაიშტიკებთან ერთად წარსულს ჩაბარდა ნაყიდი მართვის მოწმობების ეპოქაც. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მოდელირებულ სამსახურში საჭის მართვის უფლებას მხოლოდ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გასცემენ. სისტემა უკვე ისე არის აწყობილი, რომ არანაირად ეს სამსახური ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდება კორუფციული ამით, იმიტომ რომ საზოგადოებაშიც უკვე არის ჩამჯდარი ის აზრი, რომ არ არსებობს კორუფცია ჩნდება იმ დროს, როცა ჭირდება ვერაცის დახმარება ან ვერაცის მოხმარება ან მეგობარი ან ნათესავი ან სხვა ადამიანი, რომელიც დაგეხმარება რაღაც სერვისში, მაგრამ ამ წუთში ეს აბსოლუტურად არ არის საჭირო. გამჭვირვალე და თანამედროვე დიზაინით უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ახალი პოლიციის სამმართველოები აშენდა გარემონტდა და საძირკველი ჩაეყარა ასობით ახალ ნაგებობას. ეკონომიკის მკვლევარები ამას მთავრობის მიერ გატარებულ ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. მათია თურნავას თქმით, თუ შევადნაძის ეპოქაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი იყო, ახლა გადატანილი ომის მიუხედავად ქვეყანა ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. დღესაც, როდესაც ჩამოდიან დაუშვათ პოტენციური პარტნიორები უცხოეთიდან, ხო, ჩვენთან ძალიან დიდ სასიამოვნო გაოცებას იწვევს მათში ის, რომ შეიძლება ფაქტურად ორ დღეში დაარეგისტრიროს ახალი ბიზნესი, მინიმალური საწესდებო კაპიტალით დაიწყოს საქმიანობა და პრინციპში ამ კუთხით ჩვენი კანონმდებლობა არის საკმაოდ ლიბერალური, საკმაოდ ბიზნესზე ორიენტირებული. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა აქ მარტივად ზედმეტი ბიუროკრატიული წნეხის გარეშე დაიწყო ბიზნესი აძლევს ჩვენ ქვეყანას გარკვეულ უპირატესობას რეგიონში. ინვესტიციები და ეკონომიკური წინსვლა ქვეყნის მთავარ ხაზინაზე აისახა. ახლა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე 2003 წლამდე მთლიანად ქვეყანას ჰქონდა. 40 მილიონიდან 1,6 მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტით ურუშაძის უწყება ახლა კლინიკების მშენებლობას, მათ აღჭურვას და სოციალური პროექტების განხორციელებას ახერხებს. მინისტრის მოადგილე მიხეილ დევიძე სამინისტროს ყველაზე დიდ მიღწევად სადაზღვეო სექტორის განვითარებას მიიჩნევს. მიზანი ყველაფრისა გახავთ, რომ ადამიანებისთვის გახდეს უფრო ხელმისაწვდომი ხარისხიანი მომსახურება. სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ რჩება გარკვეული პრობლემები, თუმცა რიგითი მოქალაქეებს დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ კონდოთ დაზღვევა, ძალიან მალე ექნებათ მათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ და სამეცნიერო მომსახურება მიიღონ კარგად აღჭურვილი თანამედროვე ტიპის სამეცნიერო დაწესებულებებში. ჩვენ საქართველოს მთავრობა ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ სამეცნიერო პერსონალის კვალიფიკაცია ამაღლდეს და გაიზარდეს. ვალერიანი პენსიის ზრდაც სწორედ 2003 წლიდან დაიწყო. გაქრა რიგები ბანკთან და გაყინული პენსიების თემაც ისტორიას ჩაგვარდა. ახლა ყველა პენსიონერმა იცის, რომ ყოველთვის 25 რიცხვში კუთვნილი პენსია პლასტიკურ ბარათზე დაერიცხება.
ინვესტიციების 10-ჯერ ზრდის პარალელურად გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაც. ასობით მილიონი ლარი ქვეყნის მასშტაბით ყველა ქუჩისა და მაგისტრალის მშენებლობას მოხმარდა. შენდება ავტობანიც, რომლის მიყვანა სოხუმამდეა დაგეგმილი. 7000 კილომეტრია ცენტრალური გზა და მხოლოდ ერთ წელიწადში 1000 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია ხდება და ეს არის სერიოზული შედეგი. მე შვიდედია ეს. და თუ გიყავთ დანარჩენი ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ჩვენ ზოგადად და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი როგორც ხდება ჩვენ ახორციელებთ. წლის ზილები, რომლებიც აი მეცნობი ხანძარს მოაყობით, ხანძრის პროცესში არასდროს30 წლის ზილები თანამედროვე მეხანძრები უკვე 4 წელზე მეტი აღარ დადიან. თანამედროვე აღჭურვილობა, სპეცტექნიკა და სტაბილური ხელფასი მეხანძრების ეფექტური მუშაობის საფუძველი გახდა. გიორგაძე სახანძრო სამსახურში 20 წლის წინაც მუშაობდა. რევოლუციამდელი და ახლანდელი მეხანძრეების შედარება უჭირს, როგორც თავად ამბობს სხვაობებია. შედეგი აირიცხა ხალხის გადარჩენაზეც, ხანძრებიდან გამომდინარე ზარალის ნაკლებობაზე აღერიცხა, ვინაიდან ადრე იყო ძალიან დიდი ზარალები უფრო შედარებით, ვიდრე ეხლა პერიოდში, ვინაიდან ტექნიკა ხელს გვიწყობს და ადრე დროულად ხდება ხანძრის ქრობა და ხალხის გადარჩენა. საბჭოთა უაზებიდან კომფორტულ მიკროავტობუსებში გადაინაცვლეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა. უფასო მომსახურება მინიმალურ დროში და კორუფციის ყველაზე დაბალი დონე. რეორგანიზებული ნო-33-ის ბრიგადები მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ასობით გადარჩენილი სიცოცხლე არა მხოლოდ სასწრაფოს ექიმების დამსახურებაა. 2004 წელს ჩამოყალიბებული სამაშველო სამსახური ყველა ექსტრემალურ სიტუაციაში გამოძახების ადგილზე რამდენიმე წუთში ჩნდება. დღეს მართლა ძალიან დიდ გმირობებს ჩადიან და ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ, ვინაიდან აი სტატისტიკურად ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა გვაქვს ამ 4-5 წლის განმავლობაში და ყველანაირად გაკეთდა მისი ორგანიზაცია, აღჭურვილობა გვაქვს უახლესი, თანამედროვე, როგორც აღჭურვილობა ისე ტექნიკა. იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კორუფციის აღმოფხვრაზე ყველაზე ეფექტურად განათლების სამინისტრო მიუშალა. აბარებიანი მაღლასასწავლებლებში მხოლოდ ფულის მეშვეობით, მხოლოდ ნათესავების დახმარება. ამ 8 წლის განმავლობაში თავრობამ საზოგადოებასთან ერთად მიაღწიეს, რომ განათლების სისტემა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემა და იუსტიციის სამინისტრო უთხრება ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ სისტემას საქართველოში. დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ კორუფციის აღმოფხვრასთან ერთად უწყების მთავარი მიღწევა მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შექმნაცაა. განახლებული შენობები და ინტერიერი, გაზრდილი ხელფასები და გაუმჯობესებული სამუშაო პირობები ეს ისაა, რაც 8 წელიწადში მოასწრეს. 2003 წლამდე მასწავლებლების ხელფასი იყო 28 ლარი. იმასაც ისინი ვერ იღებდნენ პროგრამაში. ეხლა სერტიფიცირებული მასწავლებლების ხელფასი გადის 1000 ლარამდე. არის 65 ლარიანი დანამატები, 100 ლარიანი დანამატები. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება 600 ლარი. საუკეთესო 25% 1000 ლარი. უკვე ჩვენ მივახციოთ იმას, რომ საშუალო ხელფასი ჩვენი მასწავლებლების საჯარო სკოლებში არის 320 ლარი. განმელი 8 წლის ყველაზე წარმატებულ რეფორმებსა და პროექტებზე დედაქალაქის მერიც საუბრობს. გიგი უგულავასი სუფთავისა და სინათლის ქალაქით ამაყობს. რამდენი სულ 6-7 წლის წინ ეს ჩაბნელებული ქალაქი იყო, ისე რომ კაც რო გადაუფრენდა, როგორც მოხდებოდა, რომ ქალაქის თავზე მიფრენავს თვითმფრინავი. დღეს ეს პრობლემა მთლიანად აღმოფხვრა ამათო ცენტრალურ უბნებში, ყველა გარეუბანში და შემოერთებულ სოფლებში. ამან ბუნებრივი არამატ კომფორტი და ვიზუალური სილამაზე მოიტანა უსაფრთხოება და პარალელურად პოლიციის რეფორმასთან ერთად მოიტანა მთავარი უსაფრთხოების განცდა. უსაფრთხოების განცდა მოიტანა ის, რომ ადამიანს საქმის დაწყება და ბიზნესის დაწყება არ ეშინია. სახე იცვალა ქალაქი უკეთესობისკენ. დამშვენდა თბილისი, დასუფთავდა. ჩვენთან საქართველოში ხალხი ნორმალურად აღარ ეშინია რამე გარეთ გამოსვლა. არ ეშინია რომ ვიღაცა თვით გაუკეთებს. გიცავს ეს პატრული გიცავს, სახელმწიფო გიცავს. არ არის ისეთი ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ისეთი რამეები არ ხდება. ქალაქი გალამაზდა, რაიონები გალამაზდა, რა თქმა უნდა რომ შეიცვალა. მიგეს ხრივაც, აი ქურდობების ხრივ მაგალითად, მე მაგალითად კმაყოფილი ვარ. ყველაფერი კარგი შეიცვალა კარგისკენ, მშენებლობები გაკეთდა რაღაცა ოპერატიული მიზნებია და მომწონს ყველაფერი. გალამაზდა ქალაქი, გზები დაიბო.
განსახმარებებს აძლევენ ხელისუფლებები. ქვეყნის მთავარი საზრუნავი ტერიტორიული მთლიანობა ისევ საზრუნავად რჩება. თუმცა ამჯერად შევარდნაძის ჯარისგან განსხვავებით, ქართველ სამხედროებს ფეხზე ბოტასები აღარ აცვიათ და მათ წვრთნასა და მომზადებაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ზრუნავენ. განვლილი 8 წლის განმავლობაში ვარდების მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები არაერთხელ განხდალა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის საგანი. სწორედ ამ კვლევებმა დაადგინა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენთან კორუფციისა და დანაშაულის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი.